ამრიგად ახლა უკვე გადავიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი თვითონ ტექსტზე, ქალის უფლებების დაცვა, რომელიც როგორც გითხარით 1792 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო უშუალო რეაქცია, ეს წიგნი იყო ასეთ მოვლენაზე, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე იყო ისევ ყურადღება მიპყრობილი ამ დროს ლონდონის საზოგადოების და ტალერანმა, ასეთი პოლიტიკოსი იყო საფრანგეთში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას წარუდგინა რაღაც პროექტი განათლების სისტემის შესახებ, რომელშიც ის წერდა ესეთი იდეას თავაზობდა ეროვნულ ასამბლეას, რომ ბიჭებისათვის უნდა ყოფილიყო განათლება საზოგადოებრივ ინსტიტუტებში, ხოლო გოგონების განათლება მისი აზრით ძირითადად ოჯახში უნდა მომხდარიყო და ოჯახებში ასეთი იყო მათი საქმიანობაც, ისეთი მოელოდათ გოგონებს, რომ ოჯახში სჭირდებოდათ განათლების მიღება და აი ამ იდეაზე იყო უშუალო რეაქცია, როდესაც ვოლსტონკრაფტმა ქალის უფლებების დაცვის წერა დაიწყო. თუმცა უფრო ფართო კონტექსტი არის ზოგადად მისი და წეღანაც ვთქვიმე, რომ ის მანამდეც ფიქრობდა ქალების აღზრდის საკითხებზე და უფრო ფართო კონტექსტი იყო მისი ფიქრის გაგრძელება საფრანგეთის რევოლუციის მოვლენებზე, მაგრამ ასევე ზოგადად თავის თანამედროვე საზოგადოებაში ქალისა და კაცის მდგომარეობაზე. იმისათვის რომ ეს წიგნი კარგად გავიგოთ, რამდენიმე ასპექტი მინდა გამოვკვეთო ინტელექტუალური და ასევე სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის. ერთი არის ის, რომ ეს თქვით უკვე რომ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იწერება და ძალიან დიდწილად ამ მოვლენაზე განაზრებებში მომწიფდა ამ წიგნის იდეებიც, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციაც თვითონ უფრო ფართო განმანათლებლობის კონტექსტში უნდა გავიგოთ. განმანათლებლობაზე ჩვენი კურსის ფარგლებში უკვე გვაქვს ჩვენ წარმოდგენა, რამდენიმე ძირითადი იდეა ვიცით უკვე და ერთი რაც მინდა რომ ახლა გავიხსენოთ არის განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული რწმენა გონებაში, აზროვნებაში, რაციონალურობაში. ამ რწმენას სულ ორი ასპექტი აქვს, რომელიც ახლა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ ის იდეა, რომ სოციალური წესრიგი უნდა ყოფილიყო რაციონალურად გამართლებადი, ეს უკვე ლოკის იდეა არის ბუნებრივი სამართლისა და მეორე მხრივ გონების როგორც ადამიანის სრულყოფის, ადამიანის გაუმჯობესების უნარის გაგება და აქვე გაუმჯობესების უნარი, რადგან თქვი მესამესაც გამოვყოფთ გონების როგორც ასევე სოციალური პროგრესისა და სოციალური სრულყოფის გაგება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც გასდევს ვოლსტონკრაფტის მსჯელობას ყველგან ამ თავის ტექსტში. ესე იგი ერთი ეს გონების რწმენა ვთქვით, ხო? მეორე არის ვოლსტონკრაფტის რწმენა, ისევ გონებას უკავშირდება ეს იქ რელიგიური ელფერიც აქვს ზოგჯერ მის ფორმულირებებს, მისი რწმენა, რომ ის რაც ადამიანში საუკეთესოა არის მისი სწორედ აზროვნება და გონება, რომ გონება, როგორც ვოლსტონკრაფტი ამბობს, ის ნაწილი ადამიანში, რომელიც მას საერთო აქვს ღმერთთან და შემოქმედთან და ეს რაც არის ვოლსტონკრაფტისთვის ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ცოტა ხანში გამოჩნდება ვოლსტონკრაფტის გონებაზე, როგორც ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან უნარზე მახვილი. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი განმანათლებლობისა და შემდეგ საფრანგეთის რევოლუციისა, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვეპაროს, არის თანასწორობის იდეა, ადამიანთა თანასწორობის იდეა. ბევრისთვის საფრანგეთის რევოლუცია სწორედ იყო ამ თანასწორობის იდეალის განხორციელება, ან განხორციელების ცდა წარუმატებელი თუ წარმატებული და ამინდა მივაქცევთ ყურადღება, რომ ქალების მდგომარეობაზე, ქალისა და კაცის თანასწორობაზე ფიქრიც ალბათ წარმოუდგენელია დაწყობილიყო რომარო აღიარება იმისა, რომ თანასწორობა არის ადამიანთა შორის თანასწორობა არის რაღაცა სახით იდეალი. აი ამ კონტექსტში უკვე გასაგებია, რომ ვოლსტონკრაფტი და ვოლსტონკრაფტამდე უკვე სხვა ავტორებიც იწყებენ ფიქრს იმაზე, არიან თუ არა საზოგადოებაში ქალი და მამაკაცი თანასწორი და თუ არ არიან, ეს არის სამართლიანი, უსამართლო, თუ უნდა გამოსწორდეს, თუ ექვემდებარება თუ არა გამოსწორებას და ასეთ საკითხებს. ქალის მდგომარეობაზე საზოგადოებაში უკვე თვითონ ინგლისში წინა საუკუნის ბოლოდან წერდა აფრაბენი, ასევე
კეთრინ მაკოლეი საფრანგეთში კონდორსე ამტკიცებდა რომ ქალებს აუცილებლად უნდა მიეცეთ პოლიტიკური უფლებები. ანუ მოსოკრატე არ არის არასდროს პირველი ადამიანი, ვინც ქალის მდგომარეობაზე ევროპულ საზოგადოებებში მიაქცია ყურადღება. ამ მხრივ ეს თანამედროვეა, ვიდრე წინამორბედი, მინდა ვახსენო ერთი ადამიანის სახელი, ეს არის ოლემპ დე გუჟი, რომელიც იყო დრამატურგი ფრანგი და რომელიც ისტორიას განსაკუთრებით შემორჩა თავისი დეკლარაციით ქალისა და ქალი მოქალაქის უფლებების შესახებ. ეს ტექსტი მან 1791 წელს დაწერა, როგორც პასუხი საფრანგეთის რევოლუციის მიერ მიღებულ 1789 წელს მიღებულ დეკლარაციაზე კაცისა და მამაკაცის უფლებების შესახებ. გუჟმა ამით ხაზი გაუსვა სწორედ იმას, რომ თვით საფრანგეთის რევოლუციის თანასწორობის იდეალშიც კი ქალები იყვნენ გამოტოვებულები, ქალებს ამ დროს არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლება და ქალები მართლაც არ მოიაზრებოდნენ მოქალაქეში და სუბიექტში, პოლიტიკურ სუბიექტში, რომელიც ერთი შეხედვით გენდერულად ნეიტრალური ცნება იყო. თვითონ გუჟის ამ დეკლარაციიდან არის ცნობილი ფრაზა თუ ქალს აქვს ეშაფოდზე ასვლის უფლება, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ტრიბუნაზე ასვლის უფლებაც. ეს ცუდად შემოუბრუნდა გუჟი თვითონ გილოტინაზე დასაჯეს სიკვდილით 1793 წელს, როგორც ჟირონდისტების ერთ-ერთი მხარდამჭერი. ეს გადახვევა იყო პატარა კონტექსტისათვის, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ქალებზე მდგომარეობაზე ვოსტოკრაფტის ტექსტის შექმნის დროს უკვე მიდის რაღაცა აზროვნება და ფიქრი ქალის მდგომარეობაზე და ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ სწორედ ვოსტოკრაფტის ეს ტექსტი. ახლა კიდევ ერთი ასპექტი ამ პერიოდის სოციალური და პოლიტიკური ოფისა, უფრო სოციალური, რომელსაც მინდა ყურადღება მივაქციოთ, ეს არის სპეციფიკური გაგება სქესთაშორის განსხვავებისა, რომელიც დამახასიათებელია ამ პერიოდის ევროპისთვის, ინგლისშიც, საფრანგეთშიც. ზოგიერთი მკვლევარი აი ამ თავისებურების ასახსნელად ასეთ თეორიას გვთავაზობს, შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის, ისინი ამბობენ, რომ თუ ანტიკურ პერიოდში და შუა საუკუნეებში სქესთაშორის განსხვავება გაიგებოდა ერთსქესიანი მოდელით. ერთსქესიან მოდელში ისინი გულისხმობენ ასეთ წარმოდგენას, რომ ქალიც და მამაკაციც ითვლებოდა ადამიანად, უბრალოდ სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა სრულყოფილების მქონე ადამიანად, სრულყოფილებად, რაციონალურობად ითვლებოდა და ითვლებოდა, რომ ქალი არის უფრო ნაკლებად რაციონალური, ვიდრე მამაკაცი. ეს იყო ერთსქესიანი ძალიან მარტივად დახასიათება. აი ახალ დროში ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად გვეუბნებიან, რომ სქესებს შორის განსხვავების გაგების მთავარი პარადიგმა გახდა ორსქესიან მოდელს უწოდებენ ეს მკვლევრები ამას და ორსქესიანში გულისხმობენ, რომ უცებ ქალი და კაცზე ფიქრი დაიწყეს როგორც ორ სრულიად სხვადასხვა არსებაზე, ორ რაღაცა ისეთ დაპირისპირებულ არსებაზე, თითქოს ერთი სახეობის წარმომადგენელიც კი არ იყოს. ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ქალისთვის დამახასიათებელია ემოცია, კაცისთვის რაციონალურობა, ქალი სუსტი უნდა იყოს, კაცი ძლიერი, როლები მათ სულ სხვადასხვა აქვთ საზოგადოებაში. წერდნენ იმაზე, რომ ეს ორი პოლუსია, რომელთა ერთობაც ქმნის სრულყოფილებას. კონკრეტულად თუ ამ პერიოდის ტექსტებს გავაანალიზებთ, არა მარტო სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე დაწერილ ტექსტებს, არამედ აი ეს მკვლევრები, რომლებიც ამ თეორიას გვთავაზობენ, ანალიზებენ სამედიცინო ტექსტებს და იქაც კი აღმოაჩენენ აი ამ ცვლილებას, თქვა თვით მედიცინაშიც კი როგორც სხვანაირად გაიგება ქალსა და კაცს შორის განსხვავება ახალ დროში და სხვანაირად გაიგება ანტიკურ და შუა საუკუნეების პერიოდში. მოკლედ ეს რატომაც გავაკეთე მახვილი, აი ზუსტად ვოსტოკრაფტი რასაც აკრიტიკებს ყველაზე მეტად იმაში ძალიან კარგად ამოვიცნობთ აი ამ ორსქესიანი მოდელის გავლენას, ანუ იდეას, რომ ქალები არიან რაღაცა კი ადამიანები არიან ქალებიც და კაცებიც, მაგრამ თითქოს ადამიანებში თვითონ იყოს ორი სხვადასხვა სახეობა, რომლებიც არის პოლუსებივით ერთმანეთის მიმართ მოიაზრება. აი ამ განსხვავების ასე მოაზრებას თავისი სხვა ასპექტები და სხვა თანხლები გაგებებიც ჰქონდა. ერთი საინტერესოა ამ მხრივ ამ პერიოდის საზოგადოებას, როდესაც ახასიათებენ განსხვავება, რომელიც უკვე
ფაქტიურად ბურჟუაზიული საზოგადოების მაორგანიზებელი პრინციპი გახდა განსხვავება პირად და საზოგადო ცხოვრებას შორის. აი ესეთი რადიკალური განსხვავება თქვა შუა საუკუნეების ფეოდალურ საზოგადოებაში არა გვაქვს. ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ ერთად, ცხოვრება და მუშაობა პრინციპში არ არის მკვეთრად გამიჯნული, ვთქვათ, გლეხის ყოფა, ხოლო ბურჟუაზიულ საზოგადოებაში პირადი და საზოგადო მოიაზრეს როგორც ორი სულ სხვადასხვა ამბავი. პირადი არის ოჯახის სფერო, პირადი ურთიერთობების სფერო, ხოლო საზოგადო არის ეკონომიკური საქმიანობის სფერო, ასევე თუ ეს იქნება პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის სფერო. ეს განსხვავება ერთია, მაგრამ განსხვავებას თან მოჰყვა ასევე წეღანდა ვთქვით, განსხვავება ქალების და კაცების საქმიანობაშიც. ქალი აღმოჩნდა ჩაკეტილი ამ პირად სფეროში, ოჯახის სფეროში. ქალის საქმიანობის მთავარ არეალად მოაზრებული იქნა ოჯახი, პირადი, ხოლო მამაკაცი წარმოიდგინება როგორც საზოგადოებრივი არსება, თუმცა რა თქმა უნდა პირადში მას ადგილი ისევ რჩება. აი ისევ ის ქალის და მამაკაცის როგორც ორი პოლუსის გაგება ზუსტად ძალიან კარგად გამოიხატება ამ პირადის და საზოგადოს როგორც ქალისა და მამაკაცის სფეროების გაყოფაშიც. ეს არის ერთი კიდევ საინტერესო ასპექტი ამ პერიოდისა. ამ პერიოდში სქესთა განსხვავებების მოაზრების კიდევ გაგრძელება, იგივე იმ ქალის და მამაკაცის როგორც პოლუსების და პირადის და საზოგადოს დაყოფის ასპექტია. ესეც ქალის როგორც ძირითადად დედის როლის გაგება, რომ ქალში მთავარ უნარად დედობა და ბავშვების გაზრდა მოიაზრება ამ პერიოდში. ამ იდეას თვითონ როგორც ჩამოყალიბდა ეს ამ პერიოდის ევროპაში თავისი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომლის მიმოხილვისთვისაც ახლა ჩვენ დრო არ გვაქვს, მაგრამ ის ფაქტი არის, რომ იმ დროს, როდესაც ვოლსტონკრაფტი წერს, ეს მიიჩნევა უპირობოდ თითქმის შეუტანილ ჭეშმარიტებად, რომ ქალი უნდა განხორციელდეს ოჯახში, როგორც დედა შვილების აღზრდით. ამასვეა მიბმული ასევე კონკრეტული ნორმები და შეზღუდვები ქალის სექსუალური ქცევის შესახებ, ქალის სათნოებად მოკრძალებულობის და თავშეკავებულობის გამოცხადება, განსაკუთრებით სექსუალურ თავშეკავებულობას ეხება ეს. და ბევრი სხვა ასპექტი, რომელსაც ნახავთ ვოლსტონკრაფტის ტექსტს თუ წაიკითხავთ, აკრიტიკებს ის. აი ამ სქესთა შორის განსხვავების ამ კონკრეტული კონცეფციის ძალიან პარადიგმული და ესეთი თითქმის გროტესკულიც კი გამოხატულება არის ჟან-ჟაკ რუსოს ის ტექსტი, რომელსაც ვოლსტონკრაფტი ნახავთ, რომ აკრიტიკებს. ახლა მინდა ცოტა ხნით იმაზე გავჩერდე. თვითონ ვოლსტონკრაფტის ტექსტში ვრცლად არის მოყვანილი ჟან-ჟაკ რუსოს ციტატები და ის არის ერთ-ერთი მისი თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი საგანი. რუსო იყო ფრანგი უბრალოდ ჯენეველი მოაზროვნე, განმანათლებელი, ძალიან გავლენიანი, მისი იდეები უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სწორედ საფრანგეთის რევოლუციის მომწიფებისათვის. ვოლსტონკრაფტი თვითონ ძალიან პატივსცემდა რუსოს ბევრ იდეას და განსაკუთრებით რუსოს მიაწერენ იდეას ბუნებრივი ადამიანის როგორც კეთილშობილის შესახებ და იდეას იმის შესახებ, რომ ცივილიზაცია, არსებული ცივილიზაცია თავისი ნორმებით, თავისი წესებით რყნის რაღაცნაირად ადამიანს, რომელიც ბუნებრივად იქნებოდა კეთილშობილი. ეს ყველაფერი ვოლსტონკრაფტს მოსწონს. მაგრამ რუსოს აქვს ასევე დაწერილი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრომა არის 1762 წელს გამოქვეყნებული ტექსტი ემილი ანუ აღზრდის შესახებ. აქ ეს ტექსტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია აზროვნების ისტორიაში, ითვლება რომ ეს პედაგოგიკური აზროვნების ისტორიაში განსაკუთრებით რევოლუციური ტექსტი იყო. აქ რუსო იცავს ისე აკრიტიკებს ტრადიციულ სისტემას განათლებისა და იცავს იდეას, რომ განათლება უნდა იყოს მორგებული ადამიანის ბუნებრივ განვითარებაზე, მან ადამიანის ბუნებრივი იმპულსები კი არ ჩაქმნას, პირიქით უნდა იყოს მასში საუკეთესოს გაღვიძების ინსტრუმენტი და თვითონ
სიუჟეტი ტექსტის ემილისა, რომლის ფონზეც რუსო ამას გვიყვება, არის მისი აღზრდელი ემილი, არის ესეთი ბიჭი და მის ჩვილი ასაკიდან დასრულობამდე აღზრდის ამბავს გვიყვება რუსო ემილის 4 თავში, ხოლო მეხუთეში რუსო უცებ გვიყვება სოფიას აღზრდის შესახებ. ეს არის ქალის აღზრდის სისტემა რუსოსი. სოფია არის რუსოსთვის წარმოდგენილი ყავს როგორც მომავალი ცოლი ემილის და გვიყვება თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ცოლის აღზრდა. აი ეს არის ის, რაც ნახავთ როგორი პათოსით ეკვეთება ვოლსტონკრაფტი ამ იდეებს, რომელიც განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოიწვევს მასში, მაგრამ სანამ ვოლსტონკრაფტის კრიტიკაზე გადავალ, მე მინდა წაგიკითხოთ რამდენიმე ნაწყვეტი, რომელიც ტექსტშიც გაქვთ მოყვანილი თვითონ ვოლსტონკრაფტიც აციტირებს, როგორც ნიმუში სწორედ აი ამ ქალისა და მამაკაცის პოლარული გაგების, კონკრეტულად განათლებაში როგორ აისახება ეს რუსოსთვის. ის ასეთ რამეს გვეუბნება, რომ აბსტრაქტულ და სპეკულაციურ ჭეშმარიტებათა, პრინციპთა და აქსიომათა გამოკვლევა არ არის ქალების შესაძლებელი საქმიანობა. მათი აღზრდა პრაქტიკულ საკითხებს უნდა ეხებოდეთ. მათი საქმეა კაცების მიერ აღმოჩენილი პრინციპების გამოყენება, მათი როლი კი დაკვირვება. ქალების ყველა იდეა, რომელიც უშუალოდ არ ეხება მოვალეობის საკითხებს, მიმართული უნდა იყოს კაცების შესწავლისა და მათთვის სასიამოვნო ღირსებათა მოპოვებისაკენ. ვინაიდან გენიალური ნაშრომების შექმნა მათ შესაძლებლობებს აღემატება. მათ არ გააჩნიათ არც საკმარისად მკაფიო აზროვნება და არც ყურადღების ძალა, რათა წარმატება მიაღწიონ მეცნიერებებში. შემდეგ აგრძელებს რუსო ცოტა პატარა ადგილს გამოვტოვებ. ქალმა, რომელიც ბუნებრივად სუსტია და საკუთარი იდეებს დიდად არ უღრმავდება, იცის როგორ განსაჯოს და შეაფასოს სწორად ის მოვლენები, რომელთაც თავად იწვევს თავისი სისუსტის შედეგების შესამსუბუქებლად. ანუ რაც გვეუბნება რუსულად, რომ ქალი არის სუსტი, მაგრამ გონიერმა ქალმა იცის, რომ სუსტია და იცის რა გააკეთოს, რომ თავისი სისუსტის შედეგები შეამსუბუქოს. ხოლო ეს მოვლენები კაცების უნებას უკავშირდება. მექანიზმები, რომელთაც იგი იყენებს, ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ჩვენი, რადგან ყველა მისი ბერკეტი ადამიანის გულის შეძრაზეა მიმართული. ქალი დაოსტატებული უნდა იყოს იმაში, რომ გაგვაკეთებინოს ყველაფერი ის, რასაც ის თავისი სქესის გამო თვითონ ვერ გააკეთებს და რაც აუცილებელია სასიამოვნოა მისთვის. ამიტომ მან ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს მამაკაცის გონება. არა კაცის გონება ზოგადად განყენებულად, არამედ იმ მამაკაცთა მიდრეკილებები, რომელთაც ის ექვემდებარება თავისი ქვეყნის კანონების ან ადათ-წესების ძალით. ქალმა უნდა ისწავლოს მამაკაცთა ნამდვილი გრძნობების ამოცნობა, მათი საუბრის, ქმედებების, ჟესტების მიხედვით, უნდა ფლობდეს ხელოვნებას საკუთარი საუბრით, ქმედებით, ბზერით და ჟესტებით, გადასცეს მამაკაცისთვის სასიამოვნო გრძნობები ისე, რომ თავისი განზრახვა არ გაამჟღავნოს. ასეთ რეკომენდაციებს აკეთებს, ეს უფრო ვრცელი არის, მთელი მეხუთე თავი და უფრო მეტი ციტატაცაც ნახავთ ვოლსტონკრაფტთან. კიდევ ერთი პასაჟი, რომელიც მინდა წაგიკითხოთ, სანამ ვოლსტონკრაფტის აზრებზე გადავალ, ასეთია. თუ ქალი იმისთვის არის შექმნილი, რომ სიამოვნება მიანიჭოს და დაემორჩილოს კაცს, მაშინ უეჭველია, რომ მისი საქმეა იქცეს მამაკაცისთვის სასიამოვნოდ. მამაკაცის სურვილების ძლიერება დამოკიდებულია ქალის მომხიბლავობაზე. სწორედ მისი საშუალებით უნდა უბიძგოს ქალმა კაცს ამ ძალის გამოყენებისაკენ, რომელიც მამაკაცს ბუნებამ მიანიჭა. მათი აღგზნების ყველაზე კარგი ხერხია, რომ ქალმა წინააღმდეგობის გაწევით აუცილებელი გახადოს ამ ძალის გამოყენება, რადგან ამ შემთხვევაში სურვილს საკუთარი თავისი ყვავილი ემატება და ერთ ტრიუმფის ზეიმობს გამარჯვებით, რომლის მოპოვებაც მეორეს ვალდებულებაა. რუსო აგრძელებს აქედან წარმოდგება სქესთა შორის თავდასხმისა და თავდაცვის სხვადასხვა ხერხი. ერთი სქესის სითამამე, მეორე სქესის მორცხვა და ასე შემდეგ. ეს არის და ბევრი სხვა პასაჟი, რომელიც ვოლსტონკრაფტს სუბუქად რო ვთქვათ, აღაშფოთებს, ის თვითონ ამბობს, რომ ეს არის ერთი მხრივ ავხორცობის ფილოსოფია, მაგრამ არა მნიშვნელოვანია ვოლსტონკრაფტის კრიტიკა არ გავიგოთ სწორედ როგორც ავხორცობის კრიტიკა და მისი რაღაც მორალიზმი რუსოს წინააღმდეგ, მისი მართლა სერიოზული კრიტიკა არის კრიტიკა იმ გაგებისა სქესობრივი როლების, რომელიც რუსოს ამ ტრაქტატში არის ხორჩესმული და ბევრ სხვა ამ პერიოდის ნაწარმოებშიც არის ხორჩესმული. რო შევაჯამოთ რუსოს იდეა, ესე იგი არის ეს და მე ტალეირანის პროექტი ვახსენე, წეგან რომ გოგონებს ოჯახში უნდა მიეღოთ განათლება. რუსოც გვეუბნება, რომ ქალებს არ ვასწავლოთ მეცნიერება, მათ ეს არ სჭირდება, ზოგადი იდეები მათ არ აინტერესებს. მეტიც ფიზიკური განვითარებაც ქალებს არ აინტერესებს. კაცები არიან ბუნებრივად ცნობის მოყარეები, ხოლო ქალებს პრანჭვა მოსწონთ, იქ ერთი ციტატაც ყავს ვოლსტონკრაფტს მოყარენ, სადაც რუსო ამბობს, რომ ნახა თავისი თვალით გოგონამ როგორ თქვა
ერთ-ერთი 100-ს წერის სწავლაზე ვარი, იმიტომ რომ სარკეში დაინახა, რომ ამ 100-ს წერისას ცუდ შევხედავ პოზაში, დაძაბულ პოზაში უწევდა თურმე ჯდომა და რუსო ამბობს, რომ ხოლო მისმა ძმამ იმასაც არ მოწონდა წერა-კითხვის სწავლა, მაგრამ იმიტომ რომ ლაღად თამაში მოსწონდა და არა იმიტომ რომ ადარდებდა ის თუ როგორ გამოიყურებოდა. ვოსტონკრაფტი ნახავთ, ამბობს, რომ ეს ხომ ნამდვილად მოიგონა ამ ადამიანმა. ეს მეგაცილებით მეტად მინახავს გოგონები ამბობს ვოსტონკრაფტი გუბერნატორად უმუშავია და ნამდვილად ვიცი რომ გოგონებს ზუსტად ისევე უყვართ ეზოში ლაღად თამაში და არც ერთ გოგონას არ ადარდებს ის თუ როგორ გამოიყურება მანამ სანამ მას ეს არ ჩაუნერგეს ძალიან ნადრევი ასაკიდან არასწორი აღზრდის შედეგად. აი ეს არის ის რაც არის მისი თავდასხმის საგანი, რომელზეც გავაგრძელებ ლაპარაკს.